მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა, პატივისცემით, მადლიერებით, განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს, ადამიანებს, რომლებიც ერთგულად მიყურებთ და არასდროს იშურებთ თქვენს უკავშირს სხვადასხვა ფორმით, ეს იქნება ლაიქი, ეს იქნება კომენტარი, მენდეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არხისთვის და რა თქმა უნდა, ჩემი мотивაციისთვისაც. მოკლედ დღევანდელი გაშლას რაც შეეხება სანამ გაშლას დავიწყებდე ხომ მინდა ერთ საკითხთან დაკავშირებით გესაუბროთ. დღეს ძალიან ისე აქტიურად მოკლედ საუბრობდნენ ჩემს გარშემო ვისთანაც კი მქონდა კვეთა რაღაცა იქ ეზოში იყო სადღაც წავედი მაღაზიაში დამხვდა იგივე სიტუაცია და უბრალოდ დავინტერესდი მერე და ჩემს დიშულს ვთხოვე რა რომ მანახეთქო ვისი ალაპარაკი და რა ხდება თქო და ერთ-ერთი გოგონა მაჩვენა რომელმაც სამწუხაროდ თურმე სუიციდით დაამთავრა სიცოცხლე და რატომღაც აი მთელი დღის მანძილზე ეს საკითხი ეს თემა სურათს თავი გავანებოთ ხო და ამ გოგონას ვიზუალს მიტრიალებს თვალწინ გონებაში უახლოესი პერიოდის მანძილზე, უახლოესი წარსულის უпростоრედ, ხო? მრავლად იყო სამწუხაროდ ჩემს გარშემო თვითმკვლელობის შემთხვევები. საკმაოდ მცირე ასაკში, პატარა ასაკში, ისეთებიც, რომლებიც არ გახმაურებულა და პრაქტიკულად არსად დაწერილა გარკვეული მიზეზების გამო. და აი არ ვიცი რატომღაც დღეს მთელი დღე ხომ გეუბნებით მიფიქრებას რაც არ უნდა ვაკეთებდე ტვინის ერთი ნახევარი სფერო რაღაცა მუდმივად აი ამ ინფორმაციას ხარშობს რატომ მიდიან სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები წესით სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები ხო აი ამ გადაწყვეტილებამდე მით უმეტეს ეს გოგონა მე რასაც შევხედე არ ჩანდა 18-17 წლის ну რაღაცა გარკვეულ ასე ვთქვათ თავის ცხოვრებისეულ ტვირთებს ალბათ უკვე ატარებდა ну მე ტვირთებში უამრავ რაღაცას გულისხმობთ მიმხედრი მიხვდება და ერთი რაღაც მინდა მეგობრებო გითხრათ როგორც ქალბატონებს ისე ბატონებს არავინ იფიქროს რომ მამაკაცები დღეს სამწუხაროდ აი ეს ჩვენი მითიური მამაკაცების ტიპაჟები არიან რომ არასდროს ტიროდნენ, არასდროს ტკიოდათ, არასდროს ციოდათ, არასდროს შიოდათ, ყველაფერი შეეძლოთ და ну მოკლედ ამირანის მითიდან და პრომეთეს მითიდან გქონდა მათი რაღაც არ ვიცი სახეები და მათი წარმოდგენები, ხო? ჩემთა სამწუხაროდ ბოლო წლებია უკვე ეს კავკასიური მითიც ძალიან შეირყა და ძალიან სისუსტისკენ მიდის. ну რატომღაც თანამედროვეობას ასე მგონია რომ მამაკაცებმა კიდევ უფრო ნაკლებად აუწყეს ფეხი და აი ეს ასე ვთქვათ სინათლის სიჩქარით ამოძრავებელი და აი როგორ გითხრათ უცებ ცვალებადი სიტუაცია ხო როგორც ამინდი გახდა ცვალებადი და აბსოლუტურად ზოგჯერ არაადეკვატური ხო სეზონების შესაბამისად ადამიანებიც ასეთები გავხდით ხო სამწუხაროდ დღეს ძალიან იმატა შურმა ბოღმამ ნეგატივმა არ ვიცი აი ისე გავოცდები ხოლმე ლამას ქალს რომ დავინახავ ну აი არ ვიცი ისეთი გავოცდე დღეს მაგალითად ну რაღაც ერთ-ერთ დაწესებულებაში მომიწია მისვლა და სადღაც ჩემი ასაკის ქალი შემოვიდა. ну ჩვენი მასაკში ვართ ზოგი გოგოს რომელიც გვეცახის ჯერისევ და ზოგი ქალს და ზოგი საერთოდ ქალბატონს ხო და ნახ ჩემთვის ეს გოგო იყო იქიდან გამომდინარე ჩემი ასაკის აშკარად. ну ისეთი გოგო იყო რომ აი არ ვიცი რა თვალი მომცა და მაყურებინე და რომ მოსაცდელში რომ გაჩერდა ხო ну არ დავმალე და ვუთხარი რომ ფანტასტიკურად გამოიყურებით მეთქი და მიხარია მეთქი რომ აი ესეთი ენერგეტიკის მატარებელი ხართ რა ის რაღაცა რომ შემოხვედით აბსოლუტურად სხვა რაღაცა აი როგორც ნიავი ხო რაღაცა ესეთი მომენტით შემოიტანა მართლა
ინფორმაცია, ხო, ეს ენერგეტიკული ინფორმაცია იყო, ვთქვათ, ვერბალური ინფორმაცია, ამას ხო არა აქვს მნიშვნელობა, ხო, ენერგია, ინფორმაცია, ყველაფერი ერთი და იგივეა, ხო, ინფორმაცია პირობითად, მე რომ ხელს შუბლთან მივიტან და ისე დავჭდები, ხო, ინფორმაცია სხვათა შორის ფეხზე რომ გადავიდებ ესეც, ხო, ხედავ ვუთხარი, რომ აი არ ვიცი, ფანტასტიკურად გამოიყურებით მეთქი, ძალიან ლამაზი გოგო ხართ თქო და გამიხიმა, მადლობა გადამიხადა რა თქმა უნდა და გვერდით ყოფებმა ისე გამომხედეს რაღაცა ვიფიქრე მეთქი რაღაცა დავაშავე თქო. ანუ რისი თქმა მინდა მეგობრებო, ძალიან სხვანაირები გავხდით ადამიანები. თითქოს აი ჩვენზე წინ არავინ უნდა წავიდეს, ჩვენზე ლამაზი არავინ უნდა იყოს და არა და ახლა არიან, ჯობნი არ დაილევა, ხო და ყველა ჩვენი წილი სილამაზე გვაქვს. არ არის ვთქვათ სილამაზის სტანდარტი 1.80 მ და ან სულად ცისფერი თვალი, მე მინახავს ცისფერი თვალები, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მწვანე თვალების მატარებელი ვარ, მე მინახავს ცისფერი თვალები, აი თევზის თვალები, აბსოლუტურად უშინაარსო, გამორეცხილი თვალები, ანალოგიურად მწვანე თვალებიც მინახავს და მინახავს თაფლისფერი თვალებიც, აბსოლუტურად არაფერს რო არ გეუბნება. ანუ ფერი არ განსაზღვრავს, ხო, რაღაცა სილამაზის კრიტერიუმებს. მაპატიეთ მონოლოგი ძალიან გამიზგრძელდა, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ ამ თემას შევხებოდი. იმდენად აი არ ვიცი, ბევრ ნეგატივს ვატარებთ უკვე ჩვენ თვითონ, რომ ეს ყველაფერი ხო რაღაცა ცირკულირებს არა, მე ბალანს რომ ვერ პოულობს, ფაქტია რომ მე აი ესეთი ფორმით იჩენს ხოლმე თავს, ხო? ადამიანები რომლებიც უფრო სუსტი ფსიქიკის არიან, ლაბილურები არიან, რაღაცებს სწორად ვერ უძლებენ და არ იფიქროთ რომ თვითმკვლელები ყველა შეშლილი და გიჟია. როგორც წესი, აი ამ ქცევისკენ მიდრეკილნი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად, ანუ როგორ გითხრათ, ყველაზე მეტად გამტარები არიან რა. მე მაგალითად აი დღეს სხვა შორის ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ ნუ სხვებს ასწავლიო ჭკუას და ემოციების მართვას და შენ რატო ვერ სწავლობ? საერთოდ რომ იცოდეთ ყველაფერი სხვასთან უფრო იოლია, ვიდრე საკუთარ თავზე რომ გააკეთო, განსაკუთრებით დადებითი რაღაცები დამიჯერეთ. მაპატიეთ. ანუ მე რომ ადამიანს რაღაცას დამსახურებულად გავცემ პასუხს, ხო? სწორი ფორმით, დელიკატურად, არაუხეშად, მაგრამ მისახვედრს მივახვედრებ, მე მთელი თვე ნერვიულობ, რომ ნეტა არ მეთქვა და ისევ მე მომეთმინა, ხო და მე ესეც ასე ვთქვათ, საკუთარ თავს ვსჯი რა და რაღაცა მაზოხიზმში გადამდის, ხო? ხო და არიან ადამიანები, რომლებსაც აი მაპატიეთ და სულ ბრწყალებში კიდიათ რა ყველაფერი რა ხდება მათ გარშემო, არ ვიცი. ჩემი შვილი ახლა ვიღაცასთან სახლში რომ მივიდეს და ყირაზე გადავიდეს საწოლებზე, თუნდაც ფეხგახდილზე საერთოდ ჭკუა მეკეტება კიდე იმაში რომ დადიან, რა ქვია, ოთახებში ფეხში შველები და მე საწოლებზე რომ გადარბიან და ფეხშველადადის მე რა მოხდა, ხო, აი არა, მე შეიძლება გავგიჟდე. ხო და ვიღაცას საერთოდ არ აინტერესებს თავზე რომ ჩამოგამხოს სხვა ოჯახში საკუთარმა შვილმა და არც სხვისი შპალერები მოხატოს კედლები, ხო? რეაქცია არ ექნება. მე მშურს გულწრფელად რომ გითხრათ ეგეთი ადამიანების. ხო და ნახეთ როგორი მომენტია. არა ხო, ჩემ თავზე გამეციდა რა, იმიტომ რომ ვერ გავიზარდე ყველაფერს გულზე ვატარებ. ანუ ვიღაცები ხო არიან რომ ჯერ ყურზე ატარებენ, არა, მე ჯერ გულზე უნდა გავატარო, მე გავატარო გულზე, თვალზე და ასე შემდეგ. ხო და სამწუხაროდ ეგრეა რა და ესეთი ადამიანები არიან მიდრეკილნი. თქვენ რა გგონიათ, თუნდაც მე და დარწმუნებული ვარ, ვინც ზოგადად აი ფსიქოლოგიას კომბინაციაში აერთებს აი იგივე ტაროლოგიასთან, იგივე სხვა ტიპის, ეზოთერიკის მიმართულებებთან, ხო? მენდით რომ არავის არ აქვს ანუ პოზიტიური გამოცდილება ცხოვრების. მენდით რომ ამ ადამიანებს და მათ შორის მე ყველაზე მეტი რაღაცეები გვაქვს გადატანილი ცხოვრებაში და ვერაფრით გაგვაკვირვებთ და ვერაფრით გაგვაოცებთ. ეგეც მესმის, ნახეთ, იქ რაღაც განიხილავდნენ დღეს რა ქვემოთ, რომ საუბრობდნენ ამ გოგონას სიკვდილზე, მე არ მინახავს სამწუხაროდ, მე სოციალური ქსელით არ ვსარგებლობ და შესაბამისად ვერანაირ ასე ეგრეთ წოდებულ პოსტებს და სტატუსებს ვერ ვხედავ, მაგრამ იქ საუბრობდნენ
გოგონები რომ ისო რა ქვია ერთ-ერთი ამბობდა რომ ვიკითხე ორიცი გარდაიცვალა და ის უხეში პასუხი მივიღე რომ ესეთი გოგო გარდაიცვალა და უნდა იკითხო ანუ ეს ცნობის მოყარებაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია და რატო ახლა ხო გაუჩნდება ნებისმიერ ადამიანს რომ რატო გარდაიცვალა ან ამაზე რატო უნდა მისდგე და შეურაცხყოფები მიაყენო და ნუ ისე გამლანძღესო ამ გოგომ თქვა რომ რაღაცა გული დამწყდაო რა რატო არ აქვს უფლება ადამიანს დაინტერესდეს რომ რატო ხო აშკარად შეეცოდა გულწრფელად მიიტანა გულთან და ნუ შენ რაღაცა იქი თუ მენტორის როლით გამოდიხარ და თვითონ თითქოს შენ რაღაცა ბევრით მეტი ხარ იმ ადამიანზე რომ როგორ ბედავ ამის კითხვას ხო უკაცრავად რა ხო და ასე რომ ან იქ რაღაცა ესეთი მომენტები რომ აი ნუ რაღაც რაიმე და ეს როგორ მოხდა და როგორ არავინ ხმა არა მოიღო და აქამდე როგორ ჩვენ ხო იმ ჰოპკინსის არ იყოს ენტონი ჰოპკინსის ფანტასტიკური მსახიობი ვგიჟდები ამ მსახიობზე ისეთი ადამიანები ვართ რომლებისთვისაც მართლა პანაშვიდები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიცოცხლე ადამიანის ხო დარწმუნებული ვარ რომ ამ გოგომ ირიბად თუ პირდაპირ ბევრს მიაწოდა თუნდაც თავისი სიჩუმით გარკვეული ტიპის ინფორმაცია რომ უჭირდა, მაგრამ არავინ მიიღო ეს ინფორმაცია. მე მყავდა მეგობრებო ადამიანი უკაცრავად თუ გიდათ ეს მთელი გაშლა ჩამითვალეთ საუბრად, მაგრამ ეს უნდა ვისაუბრო და ალბათ იმიტომ ვსაუბრობ რომ ვიღაცას სჭირდება ეს ინფორმაცია, ამიტომ ვისაც არ გსიამოვნებთ შეგიძლიათ გადაახვიოთ. ნახეთ მე მყავდა გოგონა რომელიც მეუბნებოდა რომ ქმარს ვუთხარი ძალიან მიჭირდა. დედას არ ვუთხარი, იმიტომ რომ ასაკშია და არ მინდოდა ენერვიულა. მეგობრებს ვუთხარი, ვერ მიიღეს სწორად, ანუ არასერიოზულად ჩამითვალეს. კიდე ვიღაცა ახლობელს ვუთხარი, დამპირდა რომ ნახავდა, მაგრამ არ ნახა, ვერ იპოვად, რომ ნუ ვიღაცამ არ ჩათვალა საჩქაროდ. იმდე ბოლოს უკვე აი რასაც ქვია, ვითხოვდი შველას. პირდაპირ ვამბობდი, რომ ცუდად ვარ და მომხედეთ, მაგრამ არავინ მოვიდა. ახლა ვიღაცას ისეთი ის მომენტი გაქვს, რას ქვია, არ გვჯერა, რომ ასე არავინ გამოჩნდა. ხდება მეგობრებო. ნახეთ, შეიძლება იმ წუთას გულთან მიიტანა ვიღაცამ და 5 წუთის მერე გადაავიწყდა თავის რუტინასა და პრობლემების ჩაფლულს. ნუ ვიღაცამ არ ჩათვალა იმდენად სერიოზულად, ხო? არის დამიჯერეთ გარკვეული სიტუაციები, გარკვეული მდგომარეობები, რომლებიც მაპატიეთ და დროში გაგრძელებას ვერ და არ ექვემდებარება. ნახეთ, არის სიტუაციები, სადაც ქირურგიული მყისიერი ჩარევა საჭირო და კონსერვატიულ მკურნალობას და თერაპიას უბრალოდ ვერ დააქვემდებარებ იმ მოცემულობას. დროული და ძალიან ოპერატიული ქმედება ხოლმე საჭირო. ნახეთ როგორი მომენტია კიდევ ჩემო მეგობრებო. ხო, და რის თქმა უნდა ამას შეიძლება ვერ იაზრებენ, ანუ გონიათ რომ ხვალ ნახავ, ზეგ ვნახავ და ამ დროს შეიძლება ხვალინდელი დღე გათენდეს და უბრალოდ ადამიანი აღარ იყოს. ხდება ძალიან ხშირად მსგავსი სამწუხაროდ შემთხვევები და ნახეთ კიდევ ჩემო კარგო ადამიანებო. აი ძალიან ქიმია და ფიზიკა ვინც კარგად იცით, ხო, ესეთი ფიზიკაში არსებობს ესეთი ცნება, ასე ვთქვათ, მოდელირება, ტალღის მოდელირება, ხო, რომელიც მე რხევის გავრცელებას იწვევს და მე ეს რხევის გავრცელება გადადის რაღაცა ქიმიური რეაქციებში უყურეთ. შეიძლება ადამიანმა თუნდაც სუიციდის მოდელირება უბრალოდ თავისთვის წარმოიდგინოს, ხო, ვითომ არაფერი, ვითომ აი როგორ გითხრათ, უვნებელი ხო აი არაფერი დიდი რა ისეთი რაღაცა ჩემთვის წარმოვიდგინე და აი ამ მოდელირებულმა სიტუაციამ მე ისეთი ასე ვთქვათ გავრცელება გამოიწვია სწორედ ამ რხევების მის ფსიქიკაში მის რომ ეს უკვე აბსოლუტურად აი როგორ გითხრათ გრძივი მექანიკური ტალღის გავრცელების მსგავსად რაღაცა დახრა ამპლიტუდა მე ისე ვთქვათ გადაცემა რაღაცა მეორე რეცეპტორზე მეორე ემოციაზე რაღაცა იქ როგორ გითხრათ მეოთხედ ან მეხუთედ რაღაცა გარკვეული ბიძგზე და ნუ რა გამოდის ეს მთელი ტალღის ენერგია გადაეცემა სივრცეს, როგორც ასე ვთქვათ, მეტასტაზი ხო მოედება ყველაფერს და ნუ ბრახ ვიღებთ შედეგს იმას, რასაც ვიღებთ. ხო და
ამიტომ აი როგორ გითხრათ ახლა მე არ მინდა ესე შაბლონურად და სტანდარტულად რა მართლა მენტორული ტონით გამომივიდეს რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ნუ ეს ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ სამწუხარო რეალობა კიდე რა არიცით. ამ თემასაც უნდა შევეხო რა. ვერ გაიგებთ ნახეთ ყველა რომ უსმინოთ ხო? აი ღაღადებენ იმას რა ქვია, არ ვიცი, რაღაცა ღვთისმიერობას, ყველა არის ჰუმანური, არ ვიცი, მართლა ჰუმანიზმის მწვერვალებზე მოქცეულები არიან და YouTube სივრცეში ზოგადად ისეთ იმებს ვისმენ ხოლმე, მე კომენტარებს ვუყურებ და რაღა გვიჭირდა ადამიანებო ესე ყველაფერი რომ ყველას გაიგებოდეს და გააზრებული ქონდეს. მე მინახავს მოპატიეთ ადამიანები რომლებმაც მართლა პირდაპირ მნიშვნელობით შეაფურთხეს მეორე ადამიანს და მოტრიალდნენ და ნიანგის ცრემლებით ჯიბეში რომ აქვთ ხოლმე ტირილი ხო იცით რომ ანუ იღებენ გაიკეთებენ და მე უცებ გაიცინებენ სიცილზე ტირილს ესე ჯიბით რომ დააქვთ ესთებიც მინახავს და აი ვისაც შეაფურთხეს ხო იმაზე მოყვებიან რომ იმან შეაფურთხა აქეთ და აი სასწაულია ვერ გაიგებ დღევანდელ რეალობაში ვინ არის ნამდვილი და ვინ არის ხელოვნური ხო ყველაზე დიდი უბედურება კიდე არის უვიცის სიკეთის ასე ვთქვათ შესამოსელში გახვევა. ანუ ვიღაცა ზოგადად საუბრობს არ ვიცი, ну რაღაც ძალიან მაღალი იდეალებს, მაგრამ გონზე არ არის რაზე ლაპარაკობს. მისთვის ეს მისი პიროვნებისთვის აბსოლუტურად არათვისობრივია, ხო? აი აბსოლუტურად შინაარს მოკლებულია ეს ყველაფერი და აი ნუ მე ვერ გავიგებ რატო ლაპარაკობს იმაზე, რაც არც მისია, არც გაიგება და მოკლედ რომ მკითხო რაღაცა ელემენტარული კითხვა რომ დავუსვა შილპისტიკ და ისეთი შუშის თვალებით შემოგხედოს, ხო, მაპატიეთ. ხო და ერთი რამ დაიმახსოვრეთ რა, ერთადერთი რაც არ ექვემდებარება არანაირ გამოსავალს, ეს არის სიკვდილი. უკვე დამდგარი შედეგი. მეგობრებო, ყოველთვის იცოდეთ რომ რაც არ უნდა იყვიროთ, რაც არ უნდა იღრიალოთ და ვთქვათ იმ წუთას გესმოფიქრობდეთ რომ არავის ესმის, დამიჯერეთ რა. ნუ შეკვეცავთ მოლოდინის რეჟიმს პირიქით გაზარდეთ მოლოდინის და იმედის რეჟიმი. ადამიანებს ხო ფანტასტიკურად გამოგვდის, ხვალიდან ვიწყებთ დიეტას, ხო? ან ხვალიდან რაღაცას ვცვლით ჩვენს ცხოვრებაში და აუ რა კაია რომ დღეს არ ვთქვით, ხო? ხვალაც რო გათენდება, მე ხო ხვალიდან ვთქვი კაცო. ასე გადაავადეთ იმისი მოლოდინიც, რომ თქვენს ცხოვრებაშიც გასაფხული მოვა. იმისი მოლოდინიც, რომ ვიღაც ადამიანი თუნდაც ქუჩაში შემხვედრი გისმენ გეტყვის და დაჯდები და მას მოუყვები შენს პრობლემებს, ხო? და ის თუ ვერ გიშველის ვიღაცას მაინც გაპოვნინებს, ან გადაგამისამართებს. მენდეთ ადამიანებო რომ სამყაროში ყოველთვის არის ჯერჯერობით საბედნიეროდ კიდევ შერჩენილი დადებითი ენერგიები, რომელი მხრიდან გიცნობს და მოვა შენამდე არავინ იცის. ამიტომ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ მეგობრებო, ეცადეთ რომ მაქსიმალურად იყოთ ეს ფსიქოლოგების და ეს ეგრეთ წოდებული კოუჩების კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი, გადაბილიკებული თუ გადაღეჭილი ფრაზები რომ პოზიტიურად იფიქრე, რა მარტივია პოზიტიურად იფიქრე. მოდი მასწავლე როგორ უნდა ვიფიქრო, ხო? ეს ასე არ ხდება რა. და მეცინება ხოლმე ზოგადად ერთსა და იმავეს რომ ატრიალებენ უბრალოდ რაღაცა სიტყვებით და ფორმით შეცვლილს. მეცინება იმიტომ კი არა რომ მე დავცინი მათ და ცინიკურად აღვიქვა მათ ნათქვამს, არა. ნახეთ როგორი მომენტია, მეცინება იმაზე რომ კაცო ადამიანს რომელსაც თავზე ემხობა ყველაფერი ახლა იმასავით რა ქვია ვიცინო და ჩურჩუტი ბავშვით რეალობას მოვწყდე და ასე გაღიმებულმა ვიარო და არ გავიაზრო რა ხდება ჩემს თავს, ახლა როგორ გინდა მითხრა რომ პოზიტიურად იფიქრე, ხო პირიქით. პროფესიონალი
ფსიქოლოგი და პროფესიონალი კოუჩი ამა თუ იმ სფეროსი, ხო? აბსოლუტურად ზუსტად გეტყვით, რომ ამ ინფორმაციას, რაც შენს თავს ხდება, უნდა მიღება, უნდა გადამუშავება და იქ უამრავი ციკლია, ხო? ესე ახლა მე პოზიტიურად შევხედო და არ გამოვა მეგობრებო არაფერი და შენ პოზიტივით საერთოდ შინაარს დაკარგავს, ფორმას დაკარგავს და ხვალ უკვე საერთოდ სიტყვა პოზიტივის არანაირი რწმენა აღარ გექნება, ხო? ამიტომ ჩემო კარგო ადამიანებო ყოველთვის გჯეროდეთ, რომ თქვენი წილი ანგელოზი ყოველთვის დაგდებთ და სამყარო და გამჩენი კონკრეტულ დროსა და სიტუაციაში ვიღაცის ხელით გამოჩნდება. ნუ დააჩქარებთ ცუდ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში. გადავადება იცოდეთ იმედების და რწმენის. აი ესაა მთავარი. დიეტის გადავადების მსგავსად, ხო, როგორც განსაკუთრებით ქალებს გვჩვევია ხოლმე. და ძალიან გამიგრძელდა სამწუხაროდ, მე აღარც ვიცი ახლა ღირს თუ არა, გაშლა, რომ გავაგრძელო იმ თემაზე, რა თემასთან დაკავშირებითაც მინდოდა. ამიტომ მოდით ასე გავაკეთოთ შევცვლით დასტებს. ამ დასტებზე მეორე ჩაწერას ახლავე, როგორც კი მორჩები პირობას გაძლევთ, რომ გაგიკეთებთ აი ამ ორ დასტაზე. ეს არის მე დავარქვი, fabulous იგავია, ხო? და ეხა იგავური ზღარბის ტაროთ ვერ გადმოვთარგმნე და მე იგავი ზღარბის ტაროთ გადმოვთარგმნე, ფანტასტიკურად ერგება, ისეთი ჭკვიანი ზღარბ გამყავს მიაკდა. ეს არის სამყაროს ჯადოსნობა. მეორე დასტა და აი ამ ორ დასტას აი ამის მერე აუცილებლად ჩავწერ გაშლას და ვნახოთ რას მოგვიყვება, ხო? ეს ორივე დასტა ფანტასტიკურად დავაპრაქტიკე და მუშაობს მოკლედ ჩემთვის. ამიტომ ახლა მე ამ ორ დასტას ასე გავწევ გვერდით. ავიღებ ორ აი ამ დასტას მეგობრებო. ეს არის შუაღამის ჯადოქრობების ტარო და ასე ვთქვათ ფანტაზიის პლანეტის ტარო და ნახოთ მოდით აი ამ ორ დასტაზე. ასე ვთქვათ რა გზას ანუ რა ეტაპზე ვართ ახლა ბედისწერის გადმოსახედიდან, ხო? ანუ ჩვენი ბედისწერის რომელ მონაკვეთში ვართ, რას გავდივართ და რას გვპირდება, ასე ვთქვათ, უახლოეს მომავალში, ხო? ჩვენი სასიცოცხლო ენერგია რა მდგომარეობაშია საიმისოთ, რომ აი ეს მთელი ამხელა პრეტექსტი რაც და ძალიან ბევრი მინდოდა კიდე მესაუბრა, უბრალოდ საათს რო შევხედე, ხო, ასე ვთქვათ, მგონი რომ აღარ მომისმენთ მეც და ამიტომ გაშლა უფრო ვიღაცებისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ აი ამასთანაც რაღაცნაირად ბმაში იქნება. პირველი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ, ხო? ბედის ხაზის რა ეტაპს გადიხართ ახლა, აი ყველაზე სწორად ახლა ჩამოვაყალიბე, როგორც უნდა გადმომეცა. და ვნახოთ ჩემო კარგო ადამიანებო. საჯარო გაშლა სხვათა შორის ამ დასტით ჯერ არ გამიკეთებია, ის სხვა დასტაა. ფერებით თუ მიამსგავსებთ, ის სხვა დასტა იყო, ეს როგორ ჩქარობს, რა გადმომიცვივდა. ოთხიანი პენტაკლები, თავს გაუფრთხილდით, ხო, უსაფრთხოდ დარჩით და მე-19 მაღალი არკანი გასაგებია. მოდით ვნახოთ ერთი არკანით, ეს რაც გადმოვიდა, მე გეტყვით მერე ასე შევინახოთ ჩვენთვის, ხო, რაღაც ისვის გადმოცვევდა. ვნახოთ ვისთვის არის გაშლა. სხვა შორის ამ დასტაში მეგობრებო 78 არკანი არ არის, მხოლოდ დამატებულია 2 არკანი კიდევ. და შეიძლება რაღაც ისეთი გამოჩნდეს, რაც თქვენთვის უცნობია და ამასაც გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ახლა ამ წუთას ხელში მიკავია კვერთხების პაჟი, ვისთვის არის გაშლა. საკმაოდ ისეთი, არ ვიცი, ასაკით
ან ენერგიებით ძალიან ახალგაზრდად უნდა გამოიყურებოდეთ. ემოციებითაც თქვენი, აი როგორ გითხრათ, რა საკშიც არ უნდა იყოთ, აი დიახაც სიცოცხლის სურვილიც გაქვთ, ხელახლა რაღაცების დაწყების სურვილიც გაქვთ. კაი ტიპები ხართ რა, მოკლედ რომ ვთქვა. არ ნებდებით ცხოვრებას და თქვენი დევიზია დღეს რაღაცა არა, ხვალ რა პრობლემაა, ხო? არ მეზარება ახალ რაღაცას დავეუფლები, ახალ რაღაცას ვისწავლი, ახალ რაღაცას გავაკეთებ. ძალიან კაი ენერგიებია, ენერგიების მატარებელი არკანია. უბრალოდ რაღაცები ბევრი გაქვთ კიდე გასავლელი, ხო? ასე ვთქვათ, ბევრი რაღაც გაქვთ სასწავლი, ბევრი რაღაცები კიდე ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, აი გელოდებათ წინ საიმისოდ, რომ იგივე შეიძლება არ ვიცი, ტკენა იყოს, არ ვიცი, პრობლემა იყოს, არ ვიცი, სიხარული იყოს, ხო, მოკლედ ბევრ რაღაცაში კიდე გამოსაწვრთობი ადამიანები რომ ხართ, ეს იმას ნიშნავს. ახლა რაც შეეხება ცეცხლის ნიშანი გასაგებია, ამაზე დიდად არ ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას, შესაძლოა იყოთ სტუდენტებიც, ან ახალ რაღაცას ეუფლებოდეთ და ასევე იყოთ საგამოძიებო სფეროს წარმომადგენელი ჟურნალისტები, სადაც შემოქმედებითობა, ასე ვთქვათ, აი სწრაფი მყისიერი რეაქციები, ხო? როგორ გითხრათ, აი კარგი აზროვნების და აი ინფორმაციის გადამუშავების უნარი მნიშვნელოვანია, სხვა შორის. მზის არკანი გადმოვარდა, ხო, წეღან მე-19 მაღალი არკანი წეღან თქვი და პირდაპირ აქვს აქ თან ქვემოთ პატარა სიტყვებით მინიშნებები, სიცოცხლის უნარიანობა პირდაპირ ამოგდით და ესეც ამის გაგრძელებაა. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აქ აშკარად ჯერჯერობით ვერ ვხედავ ვერაფერს საიმისოს, რაც მე წეღან ვისაუბრე. და ვნახოთ ახლა ბედის ხაზის რა მონაკვეთს გადიხართ ამ ეტაპზე და მომავლის ენერგიები, ანუ გადახვალთ შემდეგ საფეხურზე გაჩერდებით თუ რა იქნება, ხო, ასე რომ ვნახოთ. აქ ამ გადმოფენილი, გადმოცვენილი თავის თვითნებურად არკანები ჩვენიერი არკანებია, ანუ ეხლა 4 პენტაკლები მაინც ხო იცით, ცოტა სიზუნწესთან, ცოტა წარსულთან, ცოტა რაღაცების ვერ გაშვებასთან ასოცირდება, მაგრამ აგერ გაქვთ პირიქით წინსვლამზე გამარჯვების სიცოცხლის უნარიანობის და ყოფილი საუკეთესო არკანია, ხო? ახლა რა ეტაპს გადიხართ ცხოვრების, ხო, როგორ ვერ ვიტან ამ არკანს, საშინელი არკანია, მეგობრებო, აი შეხედოთ არ მინდა ისეთი ცუდი ილუსტრაციით არის ეს ეშმაკის არკანი, აი ნახეთ აქედან იქიდან ბაღლინჯოებივით, პარაზიტებივით შემოხუვლები გოგონას, ხო? აი ზუსტად წეღან რომ ვთქვი, რომ ორი დამატებული არკანია თქო, ერთ-ერთი ეს არის, ეს არანაირი არც მაღალი არკანი, არც დაბალი არკანი, უბრალოდ არის ახალი მიწა და მოძრაობას ნიშნავს, ხო, რაღაც გადაადგილებას ნიშნავს. ნახეთ, რაღაც ციური ხომალდით გემია ოღონდ ღრუბლებში, ხო? და ძალიან დიდი ალბათობა ჯვარისწერია ყოველას, რომ აი ამ ორ უფსკულს შორის ჩავარდეს, ხო? არ იყოს ოფსილად და ძალა იმის, რომ გადავიდეს სწორად მეორე მხარეს. თუმცა ახალი მიწა და ახალი შესაძლებლობების გახსნა მთავარია თქვენ როგორ გაართმევთ აი ამ უბედურებას ხო თავს. და მაქვს 7-იანი პენტაკლები. არ ვიცი მეგობრებო, რაღაც შესაძლოა ახალ საქმეს იწყებდეთ, რომელიც თვლით რომ ძალიან კარგ მოგებას და ბენეფიტებს მოგიტანთ სამომავლოდ, მაგრამ კარგად დაუკვირდით, აქ ყველაფერი სუფთად და ისე ლამაზად არ არის, ძალიან დიდი რისკები გაქვთ აი ამ საქმესთან დაკავშირებით, ან ურთიერთობასთან, ან სიტუაციასთან დაკავშირებით კიდევ დავაზუსტებ, ასე ვთქვათ, ნახოთ ამოვიღებ ერთი არკანს. ფანტასტიკური დასტა, ისეთი მაგარი დასტა, აი რა ვიცი, მაგრამ იმ ერთი ეშმაკის გამო რაღაცა მეზარება ხოლმე ხელში აღება ამ დასტის. იმდენად მართლა საშინელი შეგრძნებები მოდის და ვნახოთ აბა რას უკავშირდება ეს ამბა. ოპა. კიდევ რას უკავშირდება?
თასების ტუზი, ცხრიანი თასები. აქ მაინც მგონია რაღაც პირად ურთიერთობის თემა. აქ მაინც მგონია რომ რაღაცა ემოციურ ფაქტორს, ანუ ნახეთ როგორი მომენტია, ეს თემა და ეს საკითხი უფრო თქვენს ემოციებს უკავშირდება. ნუ ემოციები ძირითადად, რა თქმა უნდა, ფინანსებს და კარიერასაც შეეხებოდეს, მაგრამ ძირითადად მაინც რაღაც ჩვენს პირად ცხოვრებას, ხო, ჩვენს ასე ვთქვათ, აი ისეთ გრძნობებს ეხება, ხო, ისეთ განცდებს ეხება, რაც ასეთ მეტად სენსიტიურია, ასეთ მეტად აი გულს გულს რომ ხვდება ისეთი, ხო, მაგრამ კოშკის არკანი, იმის რა ქვია, ეშმაკის არკანი, არ ვიცი მეგობრებო რა გითხრათ, თავზე გემხობათ და გენგრევათ ახლა დაამწუთოს ყველაფერი, მაგრამ აი ამ ცხრიანმა თასებმა ზუსტად და თასების ტუზმა არ მოგატყუოთ, არ ვიცი, ვიღაცა ადამიანთან მგონია რომ გაქვთ ურთიერთობა, რომელიც თქვენს ძალიან ცუდად გამოყენებას ფიქრობს და თქვენ ბედის ხაზის ზუსტად იმ მონაკვეთში ხართ, ბედის წრფის იმ მონაკვეთში ხართ, სადაც კი ბატონო, არ შეუმცდარვა რა, ორიანი თასები. ვარსკვლავის არკანი. კიდევ ასე ვთქვათ, თასების ტუზი, უკაცრავად, ხო, თასების ტუზი და მაგის არკანი მეჯდა აქ ბოდიში, მაგის არკანი მეჯდა, რატო თქვი წავან თასების არ ვიცი, უკაცრავად და პენტაკლების პაჟი, მეგობრებო. აქ ვნახოთ და ხუთიანი ხმლები, ერთი წუთით კარგად მომისმინეთ, ძალიან გთხოვთ. საკმაოდ რთულ პერიოდს გადიხართ, შეიძლება თქვენც გრძნობთ ახლა და ამ ეტაპისთვის ზუსტად აი ის გქონდეთ ის მომენტი, რომ ხვდებოდეთ, რომ შარში ხართ, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხო, ესე ჟარგონის თუ სლენგის ენაზე, არ გამოურიცხავთ თქვენ იაზრებთ და უკვე ეს პროცესი დაწყებულია და ძალიან დიდი იმედგაცრუებას მიადექით, ან არა და იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი გელოდებათ, ანუ თითქოს ოცნებების ახდენა, თითქოს გაიდეალებული გყავთ ვიღაც თქვენს ცხოვრებაში, რომელთანაც აი არ ვიცი, ემოციების სხვა და ტბა, მაგრამ თან აი ამ ყველაფერს ახლავს ტოქსიკური ელფერი და ენერგიები, ანუ ეს ყველაფერი გაქვთ თან ბედნიერები ვერ ხართ, ხო? სულ აი არ ვიცი, ისეთი დაძაბულები შეიძლება იყოთ, ისეთი განერვიულებულები შეიძლება იყოთ, ისეთ რაღაცაზე შეიძლება აფიცხდეთ, რომ აი არ ვიცი, როგორ გითხრათ, ისეთ საშნელი ენერგიები მოაქვს აქ იმ ხუთიან ხმლებს, რაღაცა ეშმაკის არკანს და კოშკის არკანს, ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით და რომ სწორად გაიაროთ ეს პერიოდი და ეს არკანები ზუსტად მაძლევს იმის ასე ვთქვათ უფლებას რომ ვიფიქრო რომ თქვენს ემოციებზე ძლიერი აღმოჩნდებით და გონება სწორ მიმართულებას მოგცემთ. აბა უახლოესი აი სწორად ვთქვი, კი ბატონო, სწორად ვთქვი. განდეგილის არკანი, ახალი თავგადასავალი, სამიანი პენტაკლები, ახალი დასაწყისი და გასაგებია განდეგილის არკანი კი გვაქვს, მაგრამ აბა მაჩვენე ახლა მერე რა იქნება. ნახეთ როგორი მომენტია მეგობრებო, თქვენ ამ ურთიერთობიდან გამოხვალთ. თქვენ მარტო რჩებით მომავალში, ამ ურთიერთობის ძაფები იჭრება აუცილებლად. წეხანაც აი ხუთიანი თასები მაპატიეთ ხუთიანი ხმლები მქონდა და ახლა ხუთიანი თასები მაქვს. სამწუხაროდ ძალიან ბევრ ბარიერსა და ტკენას გადააწყდებით ამ ურთიერთობაში, მაგრამ ღირსეულად გამოხვალთ ამ სიტუაციიდან და რა მოხდება პენტაკლების რაინდი, რვიანი პენტაკლები, ორიანი ხმლები და შეყვარებულების არკანი. ოღონდ აქ შეყვარებულების არკანი მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ საკმაოდ პოზიტიური არკანია და ზუსტადად სიყვარულს და ჰარმონიას გულისხმობს. ნახეთ როგორი არის ამ ძალიან ბევრ ტკივილის მერე. თქვენ სურვილიც არ გექნებათ, რომ ახალი ურთიერთობა უცებ დაიწყოთ.
განდეგილის არკანით, აი ძალიან როგორ გითხრათ, აი გაზრდის პირობებში გადახვალთ რა, შინაგანად გაზრდის პირობებში აბსოლუტურად სხვა საფეხურზე მყოფები, სხვანაირად დაინახავთ ყველაფერს და თქვენს ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც ნამდვილ სიყვარულს შემოიტანს. აი ისევ ორი გზა გექნებათ, კარგით, ცუდი, ბნელი თუ ნათელი, ნახეთ და თქვენ სწორად აირჩევთ გზას. ის თავისით გადმოცემული არკანებიც ამას მეუბნება და არ გამოვირცხევ სამსახურებრივ სფეროში გამოჩნდეს ეს ადამიანი. ანუ აი სამსახურებრივ ნაწილში და თქვენს წილ ბედნიერებას აუცილებლად იპოვით, ისე ვთქვათ, საკმაოდ რთული გზის გავლა გიწევთ და თუ ეს პროცესი უკვე დაწყებული არ არის, ძალიან ფრთხილად იყავით ადამიანთან, ვისთანაც დღეს ურთიერთობაში ხართ. თუ თქვენი არ არის და ახლა ფანტასტიკურად გრძნობთ ყველაფერს და არც ტოქსიკურია იქ არაფერი და არ ვიცი რაღაცა სხვანაირი დამოკიდებულებები გაქვთ ხო და არაფერი ამ ყველაფერთან რაც მივილაპარაკე საერთო არ გაქვთ, მაშინ ეს თქვენი გაშლა არ არის და ნუ დაიგრუზავთ თავს. მადლობა პირველ ვარიანტს და ნახოთ ახლა ისეთ საყვარელი შუაღამის ჯადოსნობის დასტა. ისეთ საყვარელი სოკოებია და ისეთი კარგი დასტა, არც ამითი გამიკეთებია თქვენთვის საჯარო გაშლა. და ნახოთ ახლა ვისთვის არის მეორე ვარიანტი, ვისია. ექვსიანი ხმლები, ადამიანი, რომელიც არ ვიცი, ბევრი სირთულის და პრობლემის შემდეგ ძლივს როგორც იქნა საკუთარ თავს უბრუნდება ნათელ კუნძულს, ნათელ მხარეს, ხო, ისევ გაფურჩქვნის ეტაპზე გადადის და იშორებს თავიდან ყველანაირ მახრჩობელა ბალახს და მახრჩობელა ენერგიას. ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით შესულა სამხედრო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელიც ბრძანდებოდეთ, ან იარაღებთან მომუშავე ექიმიც და პლუს იარაღებთან, აი ვინც ხელოსანი შეიძლება იყოს, ახლა ვინც უყურებთ რაღაცა ეს ხელობასთან დაკავშირებული საქმით. და ადამიანი, რომელსაც შესწევს უნარი, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მინიმუმ ერთი გამოსავალი იპოვოს. მინიმუმ იპოვოს ერთი გამოსავალი, გავაგრძელოთ ცხოვრება, აი ეს მომენტი მაინც. საინტერესო ადამიანები ხართ ნამდვილად ახლა, მეორე ვარიანტის მაყურებლები, საინტერესო ენერგიების მატარებლები და ვნახოთ. ცხოვრების ბედის ხაზის რა მონაკვეთს გადიხართ ამ ეტაპზე. და უახლოესი ენერგიები რა იქნება? ანუ როგორ გამოხვალთ ამ სიტუაციიდან? ათიანი კვერთხები, რაღაცა ჩიხები გაქვთ, ძალიან დიდი ტვირთები გაქვთ, ძალიან დიდი ვალდებულებები, პასუხისმგებლობები გაქვთ, არ ვიცი ეს ფინანსებს უკავშირდება თუ რას უკავშირდება, აგერ ახლა გავხსნი არკანებს და ვნახავ, მაგრამ ფაქტია, რომ აი გადაქანცულები ხართ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ექვსიანი პენტაკლები, ოთხიანი თასები და ცხრიანი თასები. ახლა გეტყვით რა ხდება აქ, ჩემო კარგო ადამიანებო. არ ვიცი შესაძლოა რაღაცა პატარ-პატარა იმედგაცრუებები გქონდათ, პატარ-პატარა სიცარიელები გქონდათ, რასაც ელოდებოდით, იმან შედეგი ვერ გამოიღო პირიქით, ასე ვთქვათ, აი როგორ გითხრათ, სოკოსავით, მართლა პირდაპირ მნიშვნელობით, ხო, მოედო თქვენს ცნობიერებას, თქვენს გულს, თქვენს ხელს და აი ძალიან ცუდხეში ჩაგაგდოთ, ხო, რაღაცას იმედი დაგიკარგათ, გაგიცრუვდათ, ხო, მოლოდინები, მაგრამ აი ხლა უკვე აი ამ ყველაფრიდან გამოდიხართ, რასაც აი აქაც მოჩვენებს ენერგია და ნახეთ, არ ვიცი შესაძლოა ვიღაცაც დგას ახლა თქვენს გვერდში და ვიღაც ხელს გიწვდით, თუნდაც ოჯახის წევრები, თუნდაც მეგობრები, თუნდაც კოლეგები, თანამშრომლები, პირადი ურთიერთობაც შესაძლოა აქ განვიხილოთ და აი ემოციურ მხარდაჭერას
ძალიან დიდ გრძნობთ ხო, რაც ასე ვთქვათ, ნახეთ, საშუალებას გაძლევთ, რომ ნებისმიერ ლაბირინთიდან გამოხვიდეთ და გაცუროთ, ხო, არ გაჩერდეთ. რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ჭუჭყიან წყალში იყოთ აღმოჩენილი, ანუ შესაძლებლობას პოულობთ იმისთვის, რომ აქედან გამოხვიდეთ და ამოხვიდეთ, ხო? მაინც კიდევ დავაზუსტოთ აქაც, რას უკავშირდება ეს ყველაფერი. მგონია, რომ აქაც რაღაცა გრძნობების თემა, ისეთი არკანები გამოიშალა, მაგრამ მაინც დავაზუსტოთ. ქურუმი ქალის არკანი არ გინდათ თქმა? თუ პარულ ურთიერთობას უკავშირდება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ქალს, რომელთანაც დღეს თქვენ არც თუ დამტკბარ ურთიერთობებში ხართ, ხო? ან შესაძლოა ამ ადამიანმა ძალიან ისე აქვს სამწუხაროდ ხმლების დედოფალს აი ეს ენერგია, დედინაცვლის ენერგია, ბოროტი, ჯადოქრის ენერგია, ხო? აი თაღლითის ენერგია რა, ესეთი ცუდი ენერგიის მატარებელს მაინც მოიცავს ამ ნაწილში. და მაგის არკანიც ამომდის მეგობრებო. ხო, არ ვიცი, მგონია, რომ თქვენ რაღაცა მანიპულაციის მსხვერპლი იყავით, არ გამოვრიცხავ ფარულ ურთიერთობას, ეხებოდეს ეს ყველაფერი. დაცხრიანი კვერთხები, ისევ ბარიერები, ჩიხები. მოდი მივმოლოდინი იმის, რომ ნახეთ რაღაცა კარგად დასრულდება, რაღაცა შეიძლება სტატუსითაც დასრულდეს, ხო? აი რაღაცა სებღაუჭებით თითქოს. აი ნახეთ როგორი მომენტია. შეიძლება ადამიანთან ურთიერთობა არ გაქვთ, ხო? არ გწერთ ყოველდღე და უცებ რაღაცა თქვენი სტორი ნახა, ანუ WhatsApp-ზე ან რა ვიცი, Facebook-ზე ან სადღაც, ხო? და აურა კაია, მე მაინც ვაინტერესებ და შენ რაღაცა ეს პოზიტიურ, ასე ვთქვათ, დისკრიმინაციას უწევს საკუთარ თავს, ხო? რომ აი ნახე რა მაგარია, ესე იგი ან ვერ ბედავს, ან გაბრაზებულია და მილიონ გამართლებას უძებნით საკუთარ თავში, ხო? რაღაცა სებღაუჭებით, მაგრამ არ არის დასაბღაუჭებელი ამბავი და თემა. ეს ერთი მოლაყბე, თუნდაც ქალი იყოს, არა აქ ბიჭებო თუ მიყურებთ მნიშვნელობა. არა, ადამიანი, რომელსაც ტკივილის მიტის მოტანა არაფერი შეუძლია თქვენი ცხოვრებისთვის. ხმლები, აი სუცივი და ისეთი კონფლიქტური ენერგიები და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ესეთი პროფესიის ადამიანი იყოს თქვენ ცხოვრებაში. რომლისგანაც რეალურად თქვენ ელოდებით ცეცხლს, ემოციებს, არ ვიცი, სასწაულ განცდებს და გრძნობებს და ამ დროს აქ რეალურად სხვა რაღაცები ტრიალებს, ხო? თქვენ ელოდებით აბსოლუტურად სხვა ენერგიებს, სხვანაირ შეიძლება გაიდეალეთ კიდეც და აი რა ვიცი, რაღაც სასწაული ავტორიტეტი შექმნით თქვენ სცენარში, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი პაჟია, არაფერი დიდი, რომელიც თვითონ არის უკაცრავად, მაგრამ გაურკვევლობებში გაბმული ისეულობას გცელებით თქვენ რას მოგცემთ. აი რაღაცა ისეთ გზას გადიხართ, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ბოლოს და ბოლოს ან ისე ან ასე ორიანების ცვენა მაქვს, ან ასე ან ისე. გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, მოიტოვოთ რაღაცა და ახალ შეუდგეთ, ან ერთსა და მეორე სიტუაციას შორის რაღაცა აირჩიოთ, აი ამ პოზიციაში ხართ ახლა და ამ ეტაპს გადიხართ. ვნახოთ ახლა აქ რა ხდება. კვერთხების პაჟი, იმპერატორი და ხუთიანი პენტაკლები. არ გამოვრიცხავ მეგობრებო, რომ ახლა მდელმა, ასე ვთქვათ, დათესილმა სიტუაციამ სამომავლოდ გაგიცრუოთ კიდევ იმედი. თქვენ იმპერატორად აღიქვათ ვიღაცა, აი როგორც წაღანაც თქვით, ამ დროს პაჟი აღმოჩნდეს, ხო? და აბსოლუტურად გაგძარცოთ, რომ იყვიან ემოციურად და ენერგეტიკულად აბსოლუტურად გაგანულოთ რა, გაგაბანკროტოთ, ასე ვთქვათ. ბედის წერის ფორმა,
კი ბატონო. არ მithქვამს ტყუილად. ნახეთ, ბედის ბორბალი, განდეგილი და 10-იანი კვერთხები. არჩ პირველი ვარიანტის ხალხი ხო არ მიყურებთ, აქაც არ გამიკვირდება. აი, ისეთი საბედისწერო ამბები მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, ისე შემოგიტრიალდეთ ყველაფერი, რომ მიხვდეთ, რომ ეს მთელი ამბავი არის ყველაზე დიდი ტვირთი თქვენ ცხოვრებაში და ჯობია მარტო იყოთ, ვიდრე წყვილში მარტო რა. აი ეს გადაწყვეტილება მიიღოთ და მე რა ხდება? აი ამ დიდი ტრანსფორმაციის მერე ყველაფერი გინულდებათ, მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში ცდილობთ, რომ გაანულოთ და რაღაც ახალი დაიწყოთ, რომელიც სტაბილურობას მოგიტანთ და არა ემოციურ საქანელებს და რომელიც ბალანსში გადაგიყვანთ, რომელიც ასე ვთქვათ, აი დამსახურებულ, როგორ გითხრათ, სტაბილურობას მოგიტანთ. კი ბატონო, აი სტაბილურობა და სტაბილურობა და სტაბილურობა. პენტაკლების 3-ის. ოღონდ არც თქვენ მოგიწევთ ამ ყველაფრის გადალახვა მარტივად. კარგით, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მისმინეთ ბოლომდე, ვინც უსმინეთ ჩემს პრეტექსტს, ასე ვთქვათ, ჩემს პროლოგს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს თვითონ თქვენთაგანს. შორს ჩვენგან, თქვენგან ყველანაირი ნეგატივი და გაუფრთხილდით პირველ რიგში საკუთარ თავს და მე თქვენს ახლობელ ადამიანებს ზოგადად გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. ნახვამდის.